როცა ზედი დაეცი, მგონი. მგონი? უფრო ზუსტად არ შეიძლება? იქ სხვა ნივთებიც იყო. იდუმალი გოგო ხარ არა? მისმინე. თუ კლავ ახვალ სხვენში, მაშინ მეც ამოყვები. და არ შემეკამათო. ვაუ. აი, კაცრი განაცხადი. კაცრი არა? შეგიძლია მე მენდო ნინა. მართლა. კარგი. სანამ ერთგულებას დამიმტკიცებ, ყველაფერს მოგიყვები. მან უბრალოდ ემოციები ვერ შეიკავა, დროთა განმავლობაში ჯოის დაივიწყებს, ნუ ღელავ. შეგვეძლო ამისთვის თავი აგვეცილებინა, აუცილებელი არ იყო ასე ავჩქარებულიყავით, მოღალატე დიდი ხანია მკვდარია. ვიქტორის სიფხილას ვგრძნობ და ამჯერად მას სრულიად ვეთანხმები. გეუბნები პატრისია ასე ადვილად არ დანებდება, მან მტკიცედ გადაწყვიტა გაარკვიოს რა დაემართა ჯოის. ჩვენ კი ასევე მტკიცედ უნდა დავწმუნდეთ, რომ ის ამას ვერ გაარკვევს ერიკ. ეს ძალიან სერიოზული ამბავია. მარა, უნდა დამიჯერო, ჯოის რაღაც საშინელება შეემთხვა და მასწავლებლები ამ საქმეში გარეულები არიან. შენი დახმარება მჭირდება. ჯოის სახლის ნომერი უნდა ვიშოვო. მის მშობლებს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, იქნებ მათ ამის შესახებ არაფერი იციან. მე რა უნდა ვქნა? შენ კარებთან დადექი, მე კი სვიტის კაბინეტში შევალ და ჯოის პირად საქმეს მოვიპარავ. რა? დამელოდე სამრეცხაოში დღეს ღამის 11 საათზე, უცნობი თაყვანის მცემელი. სამრეცხაოში ძალიან მაგარია. სისულელეა ხო? არა, რა სისულელე, ეს ინტიმურია. კარგი, წავიდეთ. ღმერთო ჩემო. ხედავ, ჩემმა გეგმამ გაამართლა, მიქს უნდა დღეს ღამე სამრეცხაოში ვნახოს. ალბათ ეჭვიანობით დაიღალა. დაივიწყებს ისტორიას მარასთან ერთმანეთს ვაკოსებთ და დაკარგულ დროს ავინაზავრებთ. დარწმუნებული ვარ ასეა, თუ რა თქმა უნდა წერილი მან დაგიტოვა. რა თქმა უნდა მან დამიტოვა. ნინა, ხანდახან ძალიან გვიან აცნობიერებ ყველაფერს. ეს კი იმის ბრალია, რომ ამერიკელი ხარ. უკვე 10 საათია. მხოლოდ 5 წუთი გაქვთ. შემდეგ კი მინდა ნემსის დაცემის ხმა გავიგონო. ჯერომ, შენი აზრით ეს კარგი იდეაა? რა თქმა უნდა, შესთავ შეხედე, შენ თავისუფალი წარმატებული ბიჭი ხარ კოსტუმში. რომელი გოგო არ დადნება შენი შემხედვარე? ხო? მართალი ხარ? ჩემი უნდა შურდეთ. აბა რა? კარგი, წავედი. მიდი, წარმატებები. საბრალო სენტიმენტალური იდიოტი. გამარჯობა, მზად ხარ? ხო. რა ხდება, თქვენც პაემანი გაქვთ? არა, რას ამბობ? კარგი რა აზრი აქვს, მე გნახავთ. მიდი. წავედით. მზად ხარ? ისე როგორც არასდროს. ფარანი ხომ არ გინდა? არ ამგონია ფარან მაგვიშველოს. ემბერ. ალფი? კარგად გამოიყურები. შენ კი უცნაურად, ყოველთვის ასე იწმევ ხოლმე, როცა რამის გასაერთად მიდიხარ. მაგარი ხუმრობა იყო. მაბადია, მაგრამ უნდა წახვიდე. ახლა არ მოვედი, არ მინდა რომ მიკმა გნახოს. მიკმა საწოლზე კანსპეტები გაკეთებული წერილი დამიტოვა. აქ რომ დაგინახოს ყველაფერი ჩაიშლება და საერთოდ აქ რას აკეთებ? მაისური უნდა წავიღო. ლამაზია, ისევე როგორც შენი ჰალსტუხი.
კარგი, წადი. ეს პორტრეტია. უბრალოდ პორტრეტი. ეს ძალიან საშიში იყო. მისი თვალები ანათებდნენ და პირდაპირ მე მიყურებდნენ. არ ინერვიულო, არავის მეტყვი რომ პატარა გოგონას პორტრეტმა ისე შეგაშინა რომ საშინლად დაიყვირე. არ დამიყვირია. ვიცი ვინც არის. ერთი და იგივე გოგოა. საინტერესოა ვინ არის? მოიცადე. ეს რა არის? ეგვიპტურ იეროგლიფს გავს. იცი, იმ მოხუცმა ქალმა მითხრა რომ ანუბისში განძია დამალული. რა განძი? თუმცა მან თავისი სახელის არ იცის, ამიტომ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. იქნებ სჯობს მასთან მივიდეთ და დაველაპარაკოთ. ემბერ, მიკ. პირველად მოხდა, როდესაც ემბერ ბილიქტორმა სამრეცხაოში თავისინებით შემოდგა ფეხი. რამე მოხდა? ბიჭები, საყვარელო, მოდი ჩემთან. მგონი ჯობს შხაპი მიიღო, თუ არ გინდა ალფის სინდების სუნი აგდიოდეს. Smelling like Alfie's old socks. გადამელოდებოდა ემბერი მიქს და არა შენ, ფიქრობ ვიღაცამ შენი წერილი შეცვალა? ხო, აბა რა გონია? ამას ვინ გააკეთებდა? მიკი რა თქმა უნდა. ხო, მიკი რა თქმა უნდა. ამაზე როგორ ვერ ვიფიქრე. ისკლავ ემბერის შემას ცდილობს. როგორც ჩანს გამოუვიდა. არა, ემბერ ჯერ კიდევ უნდი ხარ მეგობარო, დარწმუნებული ვარ. უნდა გენახა როგორ გამაგდო სამრეცხაოდან. მოდი სანადლეო დავდოთ. $20 ვდებ რომ ემბერს და მიქს ერთმანეთს ამ კვირის ბოლომდე დავაშორებ და ემბერს გზას შენსკენ გავუნათებ. მოსულა? არა, $20 წინასწარ მინდა, ფულთან პრობლემები მაქვს.